ახლა კი იმედის დილაში მიხაილ ცაგარელს უნდა ვუხმოთ, რადგანაც უნდა გავიგოთ როგორი განწყობა საზერას გვიქადიან ვარსკვლავები, მე 12-ვე ნიშნის კვირის ასტროლოგიური მზე გადავიდაო თევზებში. ეს როგორც ინფორმაცია დანარჩენი არ ვიცი. დილა, ბედნიერი დღე, ბედნიერი კვირა, ყველას მინდა გისურვოთ. ახო, ცოტა შენ დაასწარე, მოვლენებს ხვალ გადადის. ხვალ გადადის. მზე თევზებში ხო. ამიტომ ხვალიდან იწყება თევზების ერთი. ახლოს ხო ვიყავ. ახლოს ხარ, კი როგორ არა. შენ ვიცი ხე გეჩქარებენ მაღუთი უნდა მოვიდეს იცი და გეჩქარება რომ თევზები დაიწყოს. გასაგებია. მაგრამ ახლა მოვიტაუჩოთ რა ტენდენციებია, საურადღებო ტენდენციები, იმის გარდა რომ აცივება მოსაოდნელი ერთი ეს ნუცამგამცნო ამის პროგრამაში გადადის? აბა, გადადის უკვე. ამ კვირიდან ამიტომ ვიყავით ყურადღებით. უარყოფით ენერგოველის პრინციპი რას ნიშნავს? ესე იგი თან ამინდის ცვალებადობასთან ერთად ჯანმრთელობას პირველ რიგში ყურადღება არ გაცილდეთ, ინფექციურმა დაავადებებმა შეიძლება უცებ იფეთქოს. პლუს ამას ემოციური მომენტი, მაქსიმალურად ემოცია კონტროლეთ. არავითარი სერიოზული ხელშეკრულებები ან თუ აწარმოებთ, მაშინ გადამოწმეთ. ინფორმაციის გადამოწმების დროა. ხვალ გადადის 18-ში მზე ერთი თვით თევზების ზოდიაქოში. ეს ხდება 13 საათზე და 8 წუთზე. ანუ რას ნიშნავს მათთვის, ვინც ეუდება შვილებს. 13 საათიდან 8 წუთიდან თქვენ გეღოლებათ უკვე თევზები. მაგრამ იქამდე ვინც დაიბადება ყველა არის მარწყული. აი ეს გაითვალისწინეთ. ეხლა შემდგომ ინფორმაცია რას ნიშნავს თევზებში? 13 საათზე და 8 წუთზე დაიბადება თუ 13 საათზე და 5 წუთზე გულწრფელად მაინტერესებს ეს ხასიათს განაპირობებს? გარკვეულწილად ზოდიაქოს ნიშანს არა. ზოდიაქოს ნიშანს განაპირობებს, მაგრამ ხასიათი მსგავსი იქნება. მაგრამ ზოდიაქოს ნიშანი იქნება უკვე სხვა. კი ბატონო. ეხლა მოდი ავუშვათ სხვა, კარგი კითხვა იყო სხვათა შორის. ეხლა სხვა დეტალები, ესე იგი, რადგან ერთი თვით გადავდივართ ჩვენ თევზებში, ესე იგი რა გველოდება? თევზების წყლის სტიქიის ზეგავლენა. ანუ კეთილები, რასაკვირველია თქვენც ამას უკვე იგრძნობთ და გრძნობთ ალბათ, იმიტომ რომ ნელ-ნელა ჯანი მოგემატებათ. აჰა, უკვე იგძენ შენ ესე იგი, ხო? აჰა, კარგია, შეაწუხეთ, ხო, ძალიან ცეცხლი. აჰა, დაასხი წყალი უკვე? კი, გასაგებია. გასაგებია. ეხლა მოდით ესე ვთქვათ, ესე თევზები, თავისი პლუსები და მინუსები. რა არის პლუსი? ესე იგი რა მოგემატება ყველას? რას თქვენთვის უფრო ნაცნობი იქნება, მაგრამ ახლოსთვის შეიძლება თლად სასიკეთო წარეგოს ეს ემოციურობა, გზნობიარობა, რომანტიულობა, სენტიმენტალურობა, ხასიათისა, ღრმა ინტუიცია, ინტერესი ეზოთერული, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, სამყაროს საკითხებისადმი, ქველმოქმედებისადმი, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც თევზების დამახასიათებლად შემოქმედებითი ნიჭი პირველ რიგში. თევზები ეს უდიდესი ხელოვანია, თავისთავად გინდათ მხატვრობა, გინდათ ქორეოგრაფია ნებისმიერ სფეროში. ამიტომ ქორეოგრაფიული მონაცემები და პლუს სხვა სახის შემოქმედებითი ნიჭი აქ გაიფურჩქნება ადამიანში თუ რაღაცა არის ჩადებული. ბავშვებიდან დაწყებული, ზასტრული, დამთავრებული. პლუს ღრმა ინტუიცია, ვიმეორებ ეს ყველაფერი დადებითია, მაგრამ რა გვარყოფთ? ესეც მოვა, ხო? ყველებისადმი მიტრეკილება. რას თევზებს ზოგჯერ ახასიათებს? მატყუარა იციან. ეს არის შევსო მაინც მატყუარა, მაგრამ თუ უნდა იქნება უმაღლესი არტისტული მონაცემებით. მოდი ესე ვთქვათ, შესრულებული, შესაბამისი წრემლებით, გაფორმებით და ეს იქნება ძალიან არტისტულად ყველაფერი, ხო? ნატურალურთან ახლო იქნება ძალიან, მოდი ესე ვთქვათ. პლუს ამას სამი ნეგატიური განსაკუთრებით ესება თევზების და ზვარადასული ფანტაზია, რომელიც ილუზიაში გადადის, ამიტომ რეალიზმს უნდა მოვუმატოთ. მეორე ფიქრი წარსულზე, გაუთავებელი, ძველი წარსულის სიყვარული შესაძლებლობები, რაც მეგობრული კონტაქტი, 1000 სხვა რამე ეძალება ადამიანს. ამ დროს და ეს ნოსტალგიას უჩენს და მესამე ზვარადასული თანაგზნობა. გადასწარავი თვისება, მაგრამ გადამეტებული ყველაფერი დაჯადია, ხო? რასაც ხვები მე იყენებენ თქვენ საწინააღმდეგოდ. ეს თვისებები დადებითი ვარყოფითი მოგვაწვება ყველა სხვალიდან. ამიტომ ნეგატიურ თვისებებს კონტროლი დაუწესოთ, დადებითი მაქსიმალურად გამოვავლინოთ. ერთი თვის განმავლობაში ვიქნებით მეტადრე ემოციურ. აი ეს არის თავარი, რომ ჩვენ ეს კონდეს. ეხლა უარყოფითი ერგოველი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხვალიდან ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას ჯანმრთელობისადმი და რადგან თევზებში შევდივარ, თევზების სუსტი ზონა რა არის? ფეხის ტერფები. პირველი გადაბრუნება 1, მეორე ნერვული სისტემა. მესამე აი მღალატობს ხოლმე და მარტო შენ რასთავ ნახევარ საქართველოზე მეტი ამ მდგომარეობაში ნევროზი რატო აქვს ერს ზუსტად ეს არის ერთ-ერთი მიზეზი პლუს ამას თვალები
ხედველობას ნუ გადაღლით. ამას მოგცეთ ყურადღება. კი ბატონო. ეს რაც შეეხება ესე იგი ამ პროცესს. ახლა გეომაგნიტური დღეები. დღეს პირველი დღეა და კიდე 3 დღე ზედიზედ. ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი. ნუ წაგრძნობ შენ გეომაგნიტურ რაღაც რეაქციას აძლევ ხოლმე, როცა ამას ვაძლევ. შენ გაწუხებს ხოლმე? სასწრაფო. მართლა გზნობ ამას? კი, აი გეომაგნიტურს თუ სასოფლარობას უფრო სასოფლარობას უფრო მეტად იმიტომ კირჩხიბები ვართ ეს კი გეომაგნიტურს მაინც უფრო გზნობს ესეთი ადამიანი, ვისაც აქ ან გულსიძაროვანი სისტემის პრობლემები, ან ნერვულ სისტემა შესუსტებული, ან მოხუცებული. ხო, რო გითხრათ რომ როგორი ჩემი ძლიერი მხარეა ტყუილე იქ. ხო, მაგრამ ისეც გინდა გითხრა რომ გზნობიარე ადამიანები ბატონო მიხეილ, ელოდება 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი თავის კი ბატონო, მაგრამ ზოგადად ხო უნდა გავაფრთხილოთ რა ტენდენციებია, ხო ეს უნდა ვიცოდეთ. ახლა გავატოვიდეთ. კი ბატონო, ცალკეულ ზოდიაქოს. აბა რა ხდება? აგერ ვიწყებთ ვახოთი. ვახო, ჩემო კარგო, ეხა რო გითხრა რომ დიდი ფული შემოვა, არა, მაგრამ რაღაც ნაწილი თანხისა კი მოვა, თავარი არის რა. თავარი არის ის რომ არ გიმტყუნო იმ ადამიანებმა ვისი იმედი ქონდა. აი ეს ტენდენცია გვაქვს ჩვენ. უფრო მეტიც მეგობრებიდან დაწყებული, თანაშემწეებით დამთავრებული უცებ შეიძლება აღმოაჩინო იზარმაცეს. უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქონდათ ამა თუ იმ საკითხის მიმართ. აი რამაც შეიძლება შენი გეგმებით შეცვალოს. იგივე შესაძლებლობები სხვა ასე თქვა ლიანდაგზე გადაიყვანოს და ბევრი რამ გაგიფუჭოს. აი ეს არის მთავარი პრობლემა ამ კვირისა. სხვა მხრივ ჯარს არ უჩივის ეს ნიშანი, ენერგიული, აქტიურია, ინიციატივიანია, კომუნიკაბელურია, ლიდერია ნამდვილი, მაგრამ აი თანაშემწეების და ზოგიერთი მეგობრის არასწორი მიდგომა საქმისადმი, საკითხისადმი და შენ მათი იმედი ქონდა. აი ამას შეიძლება ყველაზე მეტად შევაკონტროლოთ. ხო, ანუ კონტროლი საჭიროა ამ პერიოდში. ამას მეაქცევთ ყურადღება. ახლა რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს. სამაგერად კუროს ერგოტონუსი ემატება. აქამდე თუ დაცემული იყო, ახლა პირიქით. ახლა გზნობს რომ ჯანი ემატება ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მოთმინება, ძლიერდება, მაშინ ეს დადებითია. მაგრამ არ ვარყოფით, ხო, რატო ამბობ ჩვენ როცა დედამიწა ორგუფთენოგველია? ამ დროს ყოველთვის რაღაცა წყალქვეშა დინებები ჩდება, ხელისშემშელი ფაქტორები. აი კუროს შემთხვევაში ეს რა არის? ცოტა სიხისტესი ჯიუტე, რამაც შეიძლება ცუდი როლი ითამაშოს მასსა და ხელმძღვანელ პირებს შორის, თქვენი სიხისტე და პირდაპირობა გააღიზიანებს ხელმძღვანელებს და ამას შეიძლება შეაფერხოს თქვენი კარიული წინსვლა, ეს ერთი. მეორე, ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება ეჩინონ თავის ზედმეტ ხარსად ჯერ თავი დავანებოთ, ამის დრო ჯერ არ მოსულა, გეტყვით როცა იქნება ამის დრო და მესამე, აუცილებლად სიტყვებს ნუ დაეყნობით. ყველაფერი გადაამოწმეთ. და იგივე ხელშეკრულებებს დებთ, გადაამოწმეთ. იქ შეიძლება იყოს ერთ პუნქტი ჩადებული, რომელიც მე იქნება შეცდომით. და ეს მე იქნება პრობლემების მომტანი. ამ ტენდენციებს უკვე წყალქვეშა დინებებს მიაქცევთ ყურადღება. ტყუპებო, ერგოტონუსს თქვენ არ უჩივით. აქტიური ენერგიული ინიციატივიანია, კონტაქტურია, გონებამახვილია, საინტერესო იდეების გენერირება აქვს, მაგრამ რა შეიძლება იყოს ხელისშემშელი ფაქტორი ამ დედამიწის ერგოველთან დაკავშირებით. კონტროლის გაძლიერება მშობლების მხრიდან, ხელმძღვანელთა მხრიდან და კოლეგების მხრიდან მისი მოქმედებების მიმართ. რასაც ის ვერ იტანს და ამაზე ძალიან მძაფრ რეაქციას აძლევს. ამას შეიძლება მოყვეს არასასწრაფო კონფლიქტები და უკვე კვირის ბოლოსკენ ცოტა მეტი ყურადღება ჯანმრთელობას, რომ აქ ჯანმრთელობის პრობლემებმა არ ეჩინონ ცოტა თავი. შემდეგ რაც შეეხება კირჩხიბებს, მოვედით თქვენთან. ესე ჩემო კარგებო, პირველში მოიტანხმოთ რომ თქვენ გაქვთ ენერგოტონუსის მატების დრო. ანუ ნელ-ნელა ჯანი გემატებათ, შობის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, ინტუიცია იზრდება, რომელსაც დაყნობით სწორ არჩევანსაც აკეთებთ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ წყალქვეშა დინება სად არის? წყალქვეშა დინება არის იქ, რომ თქვენ შეიძლება ამ პერიოდში რაღაცები გამოგრჩეთ. რატო? კონტროლი გაკლიათ ამა თუ იმ საკითხისადმი, ამა თუ იმ ხელშეკრულებისადმი, ამიტომ იღავით ყურადღებით. ხელს აწერთ, ან რაღაც ერთობლივი საქმიანი ვითარება, ყველაფერი გადამოწმეთ. ამაგათაც თქვენმა თანაშემწეებმა შეასრულეს, გააკეთეს ეს დროულად თუ არა. აი ეს ნუ მიუშვებთ ანუ საქმეს, მოდი ვთქვა, კონტროლის ქვეშ ყველაფერი უნდა ქონდეთ სახლშია თუ სამსახურში. მაშინ იქნებით გაცილებით უფრო წარმატებულები და ამ ხრივ ინტუიცია დაგეხმარებათ ბევრ რამე. შემიძლიათ ეს თუ ახალი პარტნიორი შემოდის თქვენთან ერთობლივ საქმიანობაში. აბა იგზენით. სანდოა, თქვენ ეს უნარი გაქვთ. თქვენ ხო ერთ-ერთი გამოძიების ნიშანი კირჩხიბია ხო მორიელთან ერთად. ამიტომ თქვენ ძალიან კარგი უნარი გაქვთ, ადამიანი შეიცნოთ, აი შორიდანაც შეიძლება შეხედოთ და უკვე დაახლოებით მიხვდეთ, ვისთან გაქვთ საქმე. შემდეგ გადავედით ლომებთან. ლომებო, თავარი თქვენი პრობლემა ჯანმრთელობა აქ არ არის, მეტყვი ჯანმრთელობის კუთხით არ უჩივით ამას, ენერგია არის, ჯანი არის, განწყობა დადებითია, პოზიტიური შესაძლებლობებიც არის, მაგრამ რამ შეიძლება შეგიშოვოთ ხელი. ადრე დაშვებულმა შეცდომებმა. ან რაღაცა დაუშვათ ვალდებულება ქონდათ
არ გააკეთეთ, ვალი ქონდათ, არ გაისტუმრეთ. აი ამან ახლა შეიძლება შევახსენოთ თავი. და შეიძლება მოხდეთ ამ შედეგად კრიტიკის ქარ ცეცხლში. აი მთავარი რაც თქვენ გიშლით აქ რეალურად ხელს, მაგრამ სხვა მხრივ ვიმეორებ თუ ეს ტენდენციები არ აგაქვთ და ესეთი ვალები დარჩენილი არ არის, პერიოდი იქნება საკმაოდ სტაბილური და კარგი. ქალწულის ზოდიაქოს გასაგონად აღნიშნეთ, რომ ერგოტონუსი ემოტება, შრომის უნარებიანების ყოფა, შეუპოვრობა წინა პლანზე წამოიწევს, მაგრამ ხალხის შედინება სად არის პარტნიორები. პარტნიორებს შეიძლება შეექმნას პრობლემები. ზოგი შეიძლება ავად გახდეს, ზოგი შეიძლება სხვა პრობლემა შეექმნას და პირიქით თქვენ მოგიხდებათ მათთვის დახმარების გაწევა. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ფსიქოთერაპევტის როლიც კი შეასრულეთ, იმისთვის რომ მათი ნერვული სისტემა მოეყონოს წესრიგში. ამიტომ მოგიხდებათ არა მარტო საკუთარი პარტნიორის საქმის გაკეთებაც, ამიტომ რეალურად ისე ვერ განახორციელებთ თქვენს გეგმებს, როგორც ეს გინდათ, მაგრამ ამავდროულად კარგად გათვალეთ. თქვენ და ბევრი საქმე გექნებათ გასყიდებული. რამდენად ქაჩავს თქვენი ორგანიზმი ამას. ანუ გათვალეთ რისი გაკეთება ნამდვილად შეგიძლია და რა იქნება გადაღლაში გადასული და მეორე პრობლემების მომტანი დამატებით. ეხლა რა შეიძლება სასწორებს. თავარი პრობლემა სასწორის არის ფინანსური. ზედმეტი ხარჯი, კაპიტალდაბადება, ინვესტიცია ან ძალიან ფრთხილად უნდა განხორციელდეს, ან 7 ჯერ უნდა იყოს გაზომილი. სხვანაირად ფინანსური დანაკარგების ტენდენცია გაქვთ მაღალი, მაგრამ სამაგიეროდ საქმე გექნებათ ბევრი. ჯანი გაძლევთ საშუალებას, იმიტომ რომ ერგოტონუსი მაღალია, იმუნიტეტი ჯერ კიდევ მაღალია, რომ იშრომოთ აქტიურად და მთავარი არის რა, რომ ამ პერიოდში ეს ვალდებულებები ზედმიწევნით კარგად შეასრულოთ. მაშინ ამას ხელმძღვანელებიც დაინახებენ, კოლეგებიც დააფასებენ და რაც თავარი ამის შედეგად თქვენ უფრო უკეთ აკონტროლებთ სიტუაციას თქვენს ირგვლივ, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ყველა სახის შეცდომებს. ეს მოგცემთ უფრო პოზიტიურ შესაძლებლობებს ამ კვირის გავლისა. მორიელი რასაკვირია ძლიერდება, ერგოტონუსი მატულობს, ჟანზე მოდის, ინტუიცია უძლიერდება, შესაძლებლობები ძალიან პოზიტიური აქვს. ამიტომ პირველ რიგში ამ ნიშანმა უნდა იაქტიუროს ყოველხრივ, მაგრამ პრობლემასაც შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო. გაფუჭდეს მაგალითად უნკანი, გაფუჭდეს ელექტრობა, ამას დაჭირდება ცალკე ფინანსები, ცალკე დრო, ენერგია. აი მას შეიძლება ცოტა ნერვულ სისტემაზე იმოქმედოს, მაგრამ ეს ყველაფერი მშვიდად შესრულდება და გაკეთდება საბოლოო ჯამში. პერიოდი კარგია. შვილდასანს კარგი პერიოდი აქვს, ჯანი, ენერგია, ყველაფერი მაღალ დონეზე აქვს, ოპტიმიზმი. რა უშლის ხელს ხალხის დინება სად არის? მისი იმპულსურობა და სიჩქარე. ყველაფერი უნდა უცებ ეხლა რის გამოც შეიძლება კრიტიკის კაფსულში აღმოჩნდეს სხვათა მხრიდან, იმიტომ რომ შეცდომა დაუშვას. ნუ ჩქარობთ, ეს არის მთავარი თქვენი პრობლემა. თხის კასტვის ზამნიშვანი პერიოდია, ფინანსურად შეიძლება უმძლავრდეს, გაძლიერდეს და აქაც სასკეთო დივიდენდები მიიღოს, მაგრამ მთავარი მისი პრობლემა არის რა? არ გადაამეტოს ძალაუფლებაში. მით უმეტეს თუ ხელმძღვანელი პირებს, ოშვის ეს ნაწილობრივ კეჩქებსაც ეხება. თუ ძალაუფლების პირები ხართ, არ გადაამეტოთ ძალაუფლებაში, ნუ იქნება ზედმეტად ჯიუტები. მაშინ პერიოდი იქნება გაცილებით სტაბილური თუ არა და დაიპირისპირებთ ადამიანებს და ეს იქნება უფრო კონფლიქტის მომტანი. მერწმულის მთავარი პრობლემა რა არის? გრძნობს რომ რა ვიღაცების კონტროლ ქვეშ მაინც არის. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდი კარგი აქვს, ჯანზეა, ბევრი რამ გამოსდის, საინტერესო იდეები აქვს, რეალიზაციაც, მაგრამ აი ეს კონტროლი აღიზიანებს და აი მისი გამოსვლა ამ კონტროლიდან შეიძლება გახდეს მასა და ერგულიყო ადამიანებს შორის სერიოზული კონფლიქტის დაპირისპირების წინაპირობა. ამიტომ პოეტესე ცოტა დიპლომატიურად იმოქმედეთ. არა ეს გამორიცხულად თქვენ შეიძლება საყოფაცხოვრებო სახთან დაკავშირებულმა ავარიებმა ეჩინონ თავი და ამან გადართოს თქვენი დრო ყურადღება, ზოგიერთმა შეიძლება საერთოდ დატოვოს თავისი ადგილსამყოფელი და სხვა ბინაში გადავიდეს. აი ეს ტენდენციაც არის. თევზებო, თქვენ მოსაუცად გაქვთ საქმე, იმიტომ რომ ეხლა ხო ნამდვილად თქვენი დროა, დიდხანს ელოდით, მოვიდა ეს დრო, წარმატების შანსი უდავოდ მატულობს ყოველ დღე და არა უცებ, როგორც ზოგიერთს უნდა. მაგრამ ჯერ კიდევ მოშურნებს არ ძინავთ, ფარუმტრებსაც არ ძინავთ, ჯერ კიდევ არის კონკურენტული ბრძოლა და ჭორები, ინტრიგები ზურგს უკან. ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან, ნუ გადაიღლებით, ნუ გადაითვირთებით ჯერ, მაგრამ უკვე დაიწყეთ რაღაც ახალი პროექტების ჩამოყალიბება, საინტერესო კონტაქტების შეხვედრები, ინტუიცია მზარდი, ზუსტად გეუბნებათ რა გზით უნდა იაროთ, რათა იყოთ უფრო წარმატებული, წინ მთელი თვე გაქვთ. ამიტომ ნელ-ნელა მოემზადეთ გეგმები დასახეთ და უკვე დაიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, ოღონდ ჯერ ჩუმოთ. ჯერ ნუ ეხმაურებთ, რომ მე ნელა გაიხსნება ყველაფერი უკეთესობისკენ. ეს მოკლე ინფორმაცია, ვის გაფრთხილებულია? ის შეიარაღებულია. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და